2025 წლის ნოემბერი, ჯომოლუნგმა, 8848 მეტრი, პლანეტის უმაღლესი წერტილი. ანჟეი ბარგელი, პოლონელი ექსტრემისტი მოთხილამურე, 36 წლის. ეს უბრალოდ დაშვება არ არის. ეს არის დაშვება ჟანგბადის ნიღბის გარეშე. ეს ანჟეიმდე არავის გაუკეთებია. 8000 მეტრს ზემოთ სიკვდილის ზონაა. იქ ჟანგბადი იმდენად ცოტაა, რომ ორგანიზმში უჯრედები კვდომას იწყებენ. თითოეული ჩასუნთქვა ბრძოლაა. თითოეული მოძრაობა შესაძლებლობების ზღვარზე გადის. ბარგელმა სიკვდილის ზონაში 16 საათი გაატარა. ავიდა მწვერვალზე, დადგა თხილამურებზე და ქვევით დაეშვა. კულუარუ ჰორბეინის ფერდობი ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო მარშრუტად ითვლება. ციცაბო დაღმართები, ყინული, კლდე, უფსკრული. ერთი შეცდომა 1000-ობით მეტრიან თავისუფალ ვარდნას და სიკვდილს ნიშნავს. ანჟეი ბარგელი ბაზაზე უვნებლად ჯანის. ის პირველი ადამიანი ხდება კაცობრიობის ისტორიაში, რომელიც ევერესტზე ავიდა. იქიდან თხილამურებით დაეშვა და ეს ჟანგბადის ნიღბის გარეშე შეძლო.